სიონის ტაძარი ილია მეორის სამუდამო განსასვენებელი იქნება 1917 წლის შემდეგ ამ ტაძარში საქართველოს 8 პატრიარქია დაკრძალული. ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის განსასვენებელს ამზადებენ 151 კათოლიკოს პატრიარქს ტაძრის საკურთხეველთან მარცხენა მხარეს დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან დელეგაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 22 მარტს დილით საქართველოში ჩამოდის მსოფლიო პატრიარქი. სიონის ტაძარში გადასვენების დრო ჯერ დაზუსტებული არ არის. ცნობილია, დილის 9 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფეშიო წირვას აღავლენს სამების საკათედრო ტაძარში, მოგვიანებით კი წესის აგების მსახურება შესრულდება, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი წარუძღვება. იქნება ქადაგება, გაიხსენებენ ილია მეორის თითქმის 9 საუკუნოვან საპატრიარქო მოღვაწეობას და ფასდაუდებელ ღვაწლს ერისა და ქვეყნის წინაშე. დადასტურებულია, რომ დაკრძალვის ცერემონიაზე იქნება იერუსალიმის პატრიარქის მიერ გამოგზავნილი დელეგაცია. ასევე დელეგაცია ვატიკანიდან იქნებიან სტუმრები ალექსანდრიის საპატრიარქოდან და სხვადასხვა ქვეყნის ავტოკეფალური ეკლესიიდან. მარიამ ბერძენიშვილი იმყოფება სიონის ტაძარში, სადაც 22 მარტს დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. მარიამ, რა ხდება ახლა ტაძარში? დიახ, თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ როგორც შეინახეთ, საკმაოდ ბევრ ადამიანს და დელეგაციას ელოდებიან 22 მარტს საქართველოში, ანუ იმ დღეს, როდესაც პატრიარქს დაკრძალავენ. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზუსტი რაოდენობა იმ სტუმრებისა, რომლებიც პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრებიან, ჯერჯერობით უცნობია. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი სანზორ ჩუბინიძის ინფორმაციით, ეს რიცხვი საკმაოდ დიდი იქნება და სავარაუდოდ ხვალშუა დღისთვის გახდება ზუსტი სია უკვე ცნობილი, თუმცა ის რაც დაზუსტებით შემიძლია მე ჩვენს ტელემაყურებელს ვუთხრა არის ის, რომ 21 და 22 მარტს საქართველოს 20-ზე მეტი დელეგაცია ეწვევა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მაღალი იერარქებით, მათ შორის ბუნებრივია, როგორც შეინახეთ, იქნება მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, როგორც სასულიერო პირებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22 მარტს დაახლოებით 11 საათისთვის დაეშვება, ხოლო 12 საათისთვის მას უკვე სამების საკათედრო ტაძარში ელოდებიან, სადაც დილის 9 საათიდან კვირის მსახურება დაიწყება, მეუფეშიო მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს წირვას, შემდგომ უკვე პატრიარქს წესსაუგემე და წესის აგებაში მონაწილეობას მსოფლიო პატრიარქიც მიიღებს, როგორც ცნობილია, ამის სურვილი თავად მსოფლიო პატრიარქმა გამოთქვა, როგორც მაყურებლისთვის არის ცნობილი, პატრიარქს სიონის ტაძარში დაკრძალავენ, თუმცა ამ დღეს გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს, როგორც ანზორ ჩუბინიძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, როგორც სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მსვლელობის პროცესში იქნება შეზღუდვები, ვინაიდან არ მოხდეს, ასე ვთქვათ, ნაკადების მობილიზება მოხდეს, მრევლი იქნება საკმაოდ დიდი, იმ ადამიანების რაოდენობა იქნება საკმაოდ დიდი, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილონ, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სიონის ტაძარში, სადაც პატრიარქის სამარაჯამო განსასვენებელი ადგილი არის, აქ მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან და არ იქნებიან არც ხელისუფლების წარმომადგენლები და არც რიგითი მოქალაქეები. ძირითადად შეიზღუდება შუა ნაწილი, საიდანაც მოხდება დასრულების შემდეგ პატრიარქის გამოსვენება და გვერდითა ნაწილები იქნება თავისუფალი და ხალხს ექნება საშუალება და ასევე ხალხს ექნება საშუალება პატრიარქის გასვენების მთელი გზის განმავლობაში, რომ გვერდითა პოზიციები დაიკავოს, დიახ, და ასევე შესაბამისად შემდეგში ნელ-ნელა გამოყვეს უკან. იქნება სადღაც გზები დაკეტილი, სადამდე მოქალაქეები მივლენ თავისუფლად და სადღაც ეს გზები შეიზღუდება. სიონი იქნება დაკეტილი, იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირებისთვის დაშვება. არც მოქალაქეები, არც ქვეყნის მთავრობა, არც საკანონმდებლო ორგანო აღარ იქნება. მოზიდული იქნება პოლიციური ძალები მაქსიმალურად, რომ შეუწყოს ხელი ამ გადასვენების პროცესს და ასევე მაქსიმალურად საჭირო რაოდენობით მოზიდული იქნება თავდაცვის ძალები, რომლებიც შეუწყობენ ხელს. საგარეო საქმეთა სამინისტრო გვემუშავება ჩვენს სამსახურთან, რამდენი იქნება სტუმარი ჩამოსული. თავისთავად მუშაობს საპატრიარქოც, ამის შემდეგ გაირკვევა ადგილები, აქ არის ყველაზე მთავარი, რამდენი ადგილი იქნება, რა სივრცეები იქნება და რამდენი ადამიანის საშუალება იქნება, რომ შევიყვანოთ შიგნით.
როგორც ცნობილია, ილია მეორეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. მისი სამარაჯამო განსასვენებელი ადგილი ჩრდილო-აღმოსავლეთით საკურთხეველთან მდებარე ადგილას არის განთავსებული. ჩვენთვის არ არის უცხო ისიც, რომ თავად პატრიარქის სურვილი იყო, რომ ის დაეკრძალათ სიონის ტაძარში, ვინაიდან როგორც ცნობილი არის 1977 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც მოხდა პატრიარქის აღსაყდრება, სწორედ აქ აღავლენდა ის წირვალოცვებს იქამდე, ვიდრე აშენდებოდა სამების საკათედრო ტაძარი და პატრიარქს ჰქონდა სურვილი, რომ ის სწორედ აქ დაეკრძალათ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ის ადგილი, სადაც პატრიარქის სამარადისო განსასვენებელი არის განთავსებული, საკმაოდ ბევრი სიწმინდით არის გარშემორტყმული, მათ შორის არის წმინდა ნინოს ჯვარი და ყოველად წმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც სხვათა შორის პატრიარქის სურვილით დაიწერა და 1988 წელს ჩამოაბრძანეს ის საქართველოში და სწორედ სიონის ტაძარში არის ისიც განთავსებული, ასე რომ როგორც გითხარით უკვე თავად პატრიარქის სურვილი იყო სიცოცხლეშივე, რომ ის დაეკრძალათ სიონის ტაძარში. ამ ეტაპზე სამარხთან დაკავშირებული სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. უმეტესი ნაწილი შესრულებულია, ეხლაც მიმდინარეობს მუშაობა და მოპირკეთება. სავარაუდოდ დღეს ან ხვალ შემთხვევაში დასრულდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იგზალება სიონის საპატრიარქო ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ეს ალაგი ასე ვთქვათ არ შერჩეულა რაღაცა ესე ჩოულებისებრ, არამედ დარიგითად, არამედ ამას აქვს თავისი საფუძველი, კერძოდ პირველი ის, რომ ეს საფლავი იქნება მდებარე წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცულ პორტაეტისას, ანუ ღვთისმშობლის ხატის ასლზე. ეს ხატის სასწაულს მოქმედია. ამ ხატის ასლი 1988 წელს თავად უწმიდესის დავალებით დაწერეს ასლი ამ ხატისა და ჩამოაბრძანეს და მას შემდეგ სიონში დაიდო ამ ხატმა სავანე. ხოლო რაც შეეხება წმინდა ნინოს ჯვარს, ყველას კარგად მოიხსენება, რომ ეს არის უდიდესი სიწმინდე. ეს არის ჯვარი, რომლითაც მე-4 საუკუნეში წმინდა ნინო შემოგზავნდა საქართველოში და მისი ღვაწლის შედეგად და რა თქმა უნდა ღვთის დახმარებითა და დაშვებით ქრისტიანობა ჩვენში იქცა სახელმწიფო რელიგია. თქვენ იცით, რომ ზოგადად სიონის ტაძარში 8 კათოლიკოს პატრიარქია დაკრძალული, მაგრამ მათი საფლავები არის დარბაზად წოდებულ სივრცეში, ხოლო უწმიდესი პატრიარქის საფლავი იქნება საკურთხეველთან, ზედ საკურთხევლის შესასვლელთან. ნამდვილად ღვთის დაშვებით ხდება ეს, რომ უწმიდესი დასაგრძალი ალაგი არის განსაკუთრებულად, თუ შეიძლება ისე ვთქვათ, განსაკუთრებული ადგილი სიონის საპატრიარქო ტაძარში. მესამე დღეა უკვე არ წყდება ნაკადი იმ ადამიანებისა სამების საკათედრო ტაძარში, ვისაც სურვილი აქვს, რომ უკანასკნელ გზაზე გააცილოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ილია მეორის სახელს უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როგორც საერო, ისევე სასულიერო ცხოვრებაში. მაგალითად, სწორედ ილია მეორემ დაამკვიდრა საყოველთაო ნათლობა, აკრძალა სიკვდილით დასჯა, მან აღადგინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და ასე შემდეგ, ასე რომ ბუნებრივია, ყველა მოქალაქეს აქვს სურვილი, რომ უკანასკნელ გზაზე გააცილოს ერის სულიერი მამა, როგორც გითხარით, 22 მარტს ილია მეორეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. მარიამ ბერძენიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში სიონის ტაძრიდან.